მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. გზების რეაბილიტაციის პროცესში დარღვევები აღმოაჩინეს სამსაკითხთან დაკავშირებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი პრესკონფერენციას მართავს დავით ნარმანიას განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც დაიწყო საქართველოში შესრულებული საგზაო სამუშაოების ხარისხის შემოწმება. შემოწმების შედეგად იკვეთება რიგი კომპანიები, რომლებიც არასრულფასოვნად ასრულებენ გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს. კერძოდ, შემოწმება ჩატარდა წინასწარ სპეციალურად შერჩეულ 5 სხვადასხვა მონაკვეთზე, რომლის შედეგადაც 2 მონაკვეთზე აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. ჩვენს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსთან კოორდინაციით გზებიდან ამოჭრილი სპეციალური მასა გადაიგზავნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გზის საფარზე არ შეესაბამება ტექნიკურ სტანდარტებს და ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შესრულებული სამუშაოს ხარისხი. კერძოდ, დარღვევები გამოვლინდა ქუთაისი ტყიბული ამბროლაურის გზის მონაკვეთზე, სადაც სამუშაოებს ასრულებს კომპანია სააქციო საზოგადოება ერღოკად მაკედონია ATV საქართველოს წარმომადგენლობა, ხოლო მეორე მონაკვეთი ეს არის თბილისი სენაკი ლესელიძის 152, 159, 164 კილომეტრების მონაკვეთზე, სადაც სამუშაოებს ასრულებს კომპანია Modern Services საქართველოს ფილიალი. კერძოდ, დარღვევები შეეხება ორივე გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის ქვედა და ზენა ფენის სისქის შემცირებას, არასათანადო ფორიანობას, დატკეპნის ხარისხს, ბიტუმის რაოდენობის კლებას, ნარევის გრანულომეტრული შემადგენლობის შემცირებას. ასფალტო-ბეტონის ზედა ფენის სისქე ერთ-ერთ მონაკვეთზე ნაცვლად 6 სანტიმეტრისა შეადგენს 5.2 სანტიმეტრს, ხოლო ზედა ფენის სისქე ნაცვლად 4 სანტიმეტრისა შეადგენს 3.2 სანტიმეტრს. მეორე მონაკვეთზე შესაბამისი სისქე 1.33 სანტიმეტრით ნაკლებია დადგენილ მოთხოვნებზე. ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ სრული დოკუმენტაცია გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს. ჩვენი სამინისტრო წლის დასაწყისიდანვე აფრთხილებდა ყველა კომპანიას, რომ ხარისხზე ზრუნვა იყო ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი და ის რომ ყველას ძალიან მკაცრად დაეცვა ხარისხის ეს მოთხოვნები, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი დოკუმენტაცია. ეს იყო პირდაპირ ჩართვა, განცხადებას აკეთებდა დავით